მაგრამ ასევე ერთი ჯილდო, რომელიც მიღებაც არავის სურს და სწორედ ეს ჯილდო ერგო წელს საქართველოს. ამ ჯილდოს ქვია ბინძური საფერფლე. სამწუხაროდ ეს იყო დამსახურება იმისა, რომ არა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებთან კი არ იყო კომუნიკაცია და ჯანდაცვის შესაბამის ესე რომ ვთქვათ სისტემასთან, არამედ იყო პირდაპირ ეკონომიკის სამინისტროსთან, ბიზნეს ომბუდსმენთან და ასეთ ესე რომ ვთქვათ კონკრეტულ ლობისტებთან თამბაქოს ინდუსტრიის შეგვეძლო მინიმუმ იმ არადაგადამდებელ დაავადებებზე რო საუბრობთ, ხო? ნახევარი აგვეცილებინა თავიდან. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში არის 74 წელი საშუალოდ, წევრებს შორის არის 56 წელი. 8-9 მილიონი ადამიანი კვდება ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარებით, რაც არის HIV, ტუბერკულოზი, C ჰეპატიტი, B ჰეპატიტი, მალარია ერთად ამაზე აღებული 2-ჯერ მეტი. თამბაქოს ინდუსტრიას უკვე სადღაც 4-5 წლის უკან გაეხსნა მეორე სუნთქვა. და მაქსიმალურად შემოიტანა ბაზარზე ახალი ლამაზად შეფუთული სიკვდილი. ის დაავადებები, რაც ასოცირებულია ჩვეულებრივ სიგარეტთან, ასევე ასოცირებულია ელექტრონული სიგარეტის მოხმარებასთან. ყველაზე დიდი გამოწვევები რა არის ხოლმე, რომლებსაც ადამიანები აწყდებიან, როდესაც მოწევას ცდილობენ დაანებონ თავი? მნიშვნელოვანია დავიცოთ ძალიან მნიშვნელოვანი წესი. ეს არის არც ერთი ღერი, არც ერთი ნაპასი, რადგან ერთი ნაპასიც კი, ერთი ღერიც კი ძალიან ზრდის შანსს, რომ კვლავ დავუბრუნდეთ მწერლობას. წარმოიდგინეთ საერთაშორისო კონფერენცია ჟენევაში, რომელსაც ქვეყნებს აჯილდოებენ პროგრესისთვის, რომელიც მიაღწიეს თამბაქოს კონტროლის მიმართულებით. მაგრამ ასევე ერთი ჯილდო, რომელიც მიღებაც არავის სურს და სწორედ ეს ჯილდო ერგო წელს საქართველოს. ამ ჯილდოს ქვია ბინძური საფერფლე და დღეს სწორედ ვისაუბრებთ ამაზე, რა მოხდა, რატომ მოხდით იმ ქვეყნების სიაში, რომლებსაც ჰქონდა ძალიან დიდი პროგრესი თამბაქოს კონტროლის მიმართულებით, მაგრამ წელს მივიღეთ ეგრეთ წოდებული ანტიჯილდო, ვიცი რომ ქართულთან სწორი არ არის, მაგრამ კონტექსტს ახსაქმელად გასაგებია და რა ხდება ზოგადად ქვეყანაში იმ ფონზე, როცა ქვეყნის მოსახლეობის 94%-ისთვის გამოწვევას წარმოადგენს არაგადამდები დაავადებები და სიკვდილობის მთავარი წყარო. ეს არის, სადაც დიდი წილი სწორედ თამბაქოსაც უკავია. როგორ ხდება ისე, რომ ახალგაზრდებში თამბაქოს პროდუქტების პოპულარიზაცია მაინც ხდება, იზრდება მოხმარებაც გარკვეულ სეგმენტში. რა გვაქვს დღეს ბაზარზე, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, სწორედ აი ამ საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს. ჩვენი სტუმარი არის ჯანმრთელობის ხელშეწყობის სპეციალისტი გიორგი ბახტურიძე. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის. გიორგი იყო ჩემი ლექტორი თავის დროზე, როცა მეც გავხდი ჯანმრთელობის ხელშეწყობის მაგისტრი. მე ვარ ზურა ალხანიშვილი და არის ჩემი კოლეგა სანდრო ჩეკიშვილი, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტი გახლავთ. გიორგი, მინდა რომ ამ თემაზე დავიწყო საუბარი, რაზეც გავაკეთეთ ახლა ჩვენ შესავალი, რომ რა კონფერენცია არის ეს, რატომ მივიღეთ ბინძური საფერფლის ჯილდო და რა შეიძლება ვთქვათ, რომ რა იყო ამ ყველაფრის ბექგრაუნდი. საიდან მოვიდა ეს? დიდი მადლობა ამ თემით დაინტერესებისათვის. რაც შეეხება ახლა ეს არის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია, არსებობს ესეთი 2003 წელს იქნა მიღებული, 3 წლიანი მოლაპარაკებების შემდგომ და 2006 წლიდან არის საქართველოს მისი წევრი. ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იმართება მხარეთა კონფერენცია. ანუ ჩვეულებრივად სახელმწიფოები თავის წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ კონკრეტულ საკითხებს იგივე ამ კონვენციის დანერგვასთან დაკავშირებით. საქართველოს საკმაოდ ჩამორჩა მინდა გითხრათ სხვადასხვა მუხლების თქვათ დანერგვასთან დაკავშირებით და როგორც იქნა ყოვლის მომცველი რეგულაციები 2018 წლიდან შევიდა ძალაში, რაც შენახსენე რომ წარმატებული პერიოდი იყო ნამდვილად. თუმცა იქაც მოგვიწია 1-2 წლიანი ბრძოლა პარლამენტში და მთავრობაში, რომ ეს გასულიყო და გაგვიმართლა, რომ მაშინ ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი იყო კაკიზოიძე, ასევე ახალგაზრდა ფრთა იყო მოსული მაშინ პოლიტიკურ ხელისუფლებაში და მათი მთავარი მიზანი მართლა იყო იმ პერიოდში, რომ პარლამენტის ძალა გამოჩენილიყო, მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო სტრუქტურებიდან საკმაოდ დიდი შეტევები იყო და როგორც იქნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინტერესი იმ დროს დაკმაყოფილდა, ეს 2017 წლის მაისი იყო და 1 წელი ქონდა მერე პერიოდი, თქვათ ბიზნეს სუბიექტებს თუ ადამიანებს, რომ მომზადებულიყვნენ ამ რეგულაციებისათვის. და მოკლედ ეს მართლა დიდი წარმატება
დამატებული ნაბიჯი იყო და ამ პერიოდი ხო აი შენობებში მოწევაც რა იგრძალა მაგას და არა მხოლოდ მოწევა იკრძალა, არამედ რეკლამა, სპონსორობა, პოპულარიზაცია იკრძალა, ასევე შიდა და გარე ხილვადობა თამბაქოს პროდუქტების, იცით თქვენ რომ მანამდე მთელი ვიტრინები და ვიტრაჟები იყო ლამაზად გაფორმებული მხოლოდ თამბაქოს კოლოფებით, ფერად კოლოფებით და მე კიდე ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა იყო, რომელიც 4-ჯერ გადავიდა თამბაქოს ინდუსტრიის, რა თქმა უნდა, ძალისხმევით სადა შეფუთვის, ანუ სტანდარტიზირებული შეფუთვის ნორმა და იცით თქვენ რომ უკვე 1 აპრილიდან გასული წლის ყველა სიგარეტის კოლოფი არის ერთფეროვანი. ეს ანუ იმ პერიოდში მიღებული ცვლილებების შედეგი არის. იმ მიღებული, რომელიც ჯერ კიდევ 2018 წლის 1 იანვრიდან უნდა შესულიყო ძალაში და მერე გადავიდა 2022 წელი, 23 წელი, 24 წელი და აგერ 25 წლის 1 აპრილს როგორც იქნა შევიდა ძალაში. თუმცა მაშინაც მანიპულირებდა თამბაქოს ინდუსტრია და სპეციალურ ბარათებს დებდა, ესე რომ ვთქვათ, სავაჭრო ობიექტის დახლებზე, სადაც თითქოს ილუზია იქნებოდა, რომ სადა შეფუთვიანია სიგარეტა და იმის უკან ელაგა ჩვეულებრივი შეფუთვიანი სიგარეტები. რამოდენიმე თვე ამ პროცესს დაჭირდა. მოკლედ, მთელი მანიპულაციების და უკანონობის კასკადი შემოგთავაზა ინდუსტრიამ, მათ შორის, რასაც შენ ამბობ, იგივე ახალ პროდუქტებთან დაკავშირებით, საკმაოდ ფართედ ხდება პროპაგანდა უკანონოდ, რა თქმა უნდა, ციფრულ მედიაში, ინტერნეტ სივრცეში განსაკუთრებით და ამას ეწევა, რა თქმა უნდა, ცნობადი სახეები სამწუხაროდ. ეხლა რაც შეეხება, მოდი დავუბრუნდეთ კონკრეტულ საკითხს, მხარეთა კონფერენცია. ესე იგი, რაც თავი მახსოვს, სულ ამ პროცესში ვარ, ანუ მოლაპარაკებების პროცესშიც ვიყავი, 6 რაუნდი იყო ჟენევაში და 3 რაუნდში მე თვითონ მონაწილეობდი, 2-ში როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, 1-ში როგორც არასამთავრობო წარმომადგენელი და შემდგომ უკვე ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ამ პროცესებში, ანუ მხარეთა კონფერენციებს ყოველთვის ვესწრებოდით. მე პირადად. და ამ ისტორიის განმავლობაში, რაც 2000 წლიდან მოყოლებულია ეს ისტორია, 25-26 წლის განმავლობაში საქართველოს არასდროს დაუმსახურებია, მოკლედ ესე რომ ვთქვათ, ეს ეგრეთ წოდებული ანტიჯილდო. გასული წლის ნოემბერში იყო მე-11 მხარეთა კონფერენცია და სამწუხაროდ დელეგაციის ზოგიერთი წევრი საკმაოდ პირდაპირ კავშირში იყო როგორც ჩანს ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, იქიდან იღებდნენ პირდაპირ დირექტივებს და თამბაქოს ინდუსტრიაზეა საუბარი, ახლა კონკრეტულად კომპანიას ვერ დავასახელებ და ხო, სავარაუდოდ, რა თქმა უნდა და იღებდნენ დირექტივებს და სამწუხაროდ იმ მესიჯებს აჟღერებდნენ, რაც თამბაქოს ინდუსტრიის პირდაპირ ინტერესებს ემსახურებოდა. ამიტომ იყო, რომ არის სპეციალური საერთაშორისო დიახ, რა თქმა უნდა. თან ორჯერ მოხდა ეს, ერთხელ ვთქვათ თვითონ კონვენციას აქვს მეორე მუხლის პირველი პუნქტი, რომლითაც მხარეებს შეუძლიათ უფრო მკაცრი რეგულაციები მიიღონ ან ზომები იმისთვის, რომ მოახდინონ თამბაქოს ფართემასშტაბიანი კონტროლი, მოკლედ. და შემუშავებული იყო ექსპერტთა ჯგუფის მიერ მთელი რიგი საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება, რომელიც არ იყო სავალდებულო და ქვეყნებს შეეძლოთ თავისუფლად გამოიყენონ ან არ გამოიყენონ, მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ არ იყო სავალდებულო, საქართველოს მე გამოიჩინა ბრჭყალებში თავი და თქვა, რომ ჩვენ არ უჭერთ ხარს ამ forward looking measures არის, ანუ მომავლის ესე რომ ვთქვათ ზომები, რაც ქვეყნების რაღაც რაოდენობას უკვე მიღწეული აქვს და ამაში ითვლება რა თქმა უნდა იქ ახალი გენერაციის ვთქვათ დაცვა თამბაქოს ინდუსტრიის ზეგავლენისაგან და ასევე მოხმარებისაგან ეს ნიშნავს რომ 2010 ზოგ ქვეყანას აქვს უფრო სხვა წლები რომ 2010 წლის შემდგომ დაბადებულ ადამიანებს საერთოდ აეკრძალოთ ვთქვათ თამბაქოს მიყიდვა იქ ლიცენზირების გრადაცია უნდა მოხდეს ვთქვათ თავიდან რაღაც რაოდენობა სავაჭრო ობიექტებს უნდა ქონდეთ მხოლოდ უფლება რომ გაყიდონ და მე ეს უნდა შემცირდეს და ანუ აქ იმაზე ყველგან რო ვერ იყიდი თამბაქოს ზოგიერთ ქვეყანაში ამაზე ესა. ხო, ანუ აქ არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და ეფექტური ზომები, რომელზეც საქართველოს თქვა უარი. მიუხედავად იმისა, რომ არ იყო სავალდებულო. აი ეს ზომები, ეს ზომები. და გამოიჩინა ამით თავი. მეორე გამოჩენა იყო, რომ მე-19 მუხლი არეგულირებს ვაჭრობისა შეფუთვა მარკირების საკითხებს. აქაც
რეკომენდირებული იყო რომ არ გაწელილიყო პროცესი და ვთქვათ კონკრეტული რეკომენდაციები შემუშავებული იყო ამ მუხლებთან დაკავშირებით, არ იყო საჭირო არც სამუშაო ჯგუფის შექმნა და არც ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც 2 წლით კიდე გადაავადებდა ამ საკითხს. და იქაც გამოიჩინა თავი საქართველოს და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა სულ ბოლო მომენტში ზოგიერთ პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ ქვეყნებთან ერთად, ეს იყო ყაზახეთი, იყო თურქმენეთი, იყო აზერბაიჯანი სხვათა შორის, მაგრამ აზერბაიჯანმა უკან დაიხია მერე და გადარჩა საფერფლის და იმათაც მიიღეს ხო ეს? ყაზახეთმა და საქართველომ ამ შემთხვევაში მიიღო სწორედ იმის გამო, რომ ატარებდნენ ინდუსტრიის ამ შემთხვევაში ინტერესებს თვითონ დელეგაციები. სამწუხარო ფაქტია, ძალიან ესე რომ ვთქვათ, ჩვენთვის უსიამოვნო ფაქტი იყო, მაგრამ სამწუხაროდ ეს იყო დამსახურება იმისა, რომ არა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებთან კი არ იყო კომუნიკაცია და ჯანდაცვის შესაბამის ესე რომ ვთქვათ სისტემასთან, არამედ იყო პირდაპირ ეკონომიკის სამინისტროსთან, ბიზნეს ომბუდსმენთან და ასეთ ესე რომ ვთქვათ კონკრეტულ ლობისტებთან თამბაქოს ინდუსტრიის და მივიღეთ შედეგად ის, რომ საქართველოს იმიჯი ამ კუთხით საკმაოდ შეირყა და შეილახა, რაც რა თქმა უნდა ცუდია. და ისიც რომ მქონდა შანსი ასევე, რომ რეგიონში ვთქვათ მომდევნო კონფერენცია ჩატარებულიყო საქართველოში. თუ ვთქვათ შესაბამისი მზაობა იქნებოდა და ასე შემდგომ, მაგრამ იმდენად უარყოფითი ვთქვათ სიტუაცია შეიქმნა საქართველოსთან მიმართებაში, რომ ამაზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა და ვინ მოახერხა ეს მოახერხა სომხეთმა. მომდევნო კონფერენცია მხარეთა გამართება ჩვენ ძალიან გვიხარით სომხეთის წარმატებები ამ ბოლო პერიოდში. ძალიან ჩამორჩენილები იყვნენ ჩვენ კუთხით, ჩვენ მოვახდინეთ ესე რომ ვთქვათ, როგორც ექსპერტებმა მათთან კომუნიკაცია და გქონდა სერიოზული ვთქვათ თანამშრომლობა და გააუმჯობესეს კანონმდებლობა და ეხლა იქამდე წავიდნენ რომ ვთქვათ მხარეთა კონფერენცია გაიმართება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებითაც მივესალმებით ამას ძალიან კარგია და ჩვენ სამწუხაროდ აი ამ რეალობაში აღმოჩნდით იმედი მაქვს რომ ეს მალე შეიცვლება ეს დამოკიდებულება და თვითონ ჯანდაცვის სამინისტროშიც მიხვდებიან რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვა დაავადებათა პრევენცია და ჯანმრთელობის ხელშეწყობა არის საფუძველი ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის. სამწუხაროდ მინდა ახლა მოკლედ მაინც რა რეზიუმე გავაკეთო რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა სამწუხაროდ არის უკუღმა ორგანიზებული, საფუძველს მოკლებული, ანუ პირველად ჯანდაცვის სისტემა ფაქტიურად არ არსებობს თავის ფუნქციით და როლით. პრევენცია და ჯანმრთელობის ხელშეწყობა რეალურად ნიველირებულია და ფაქტიურად რეალურად რესურსები არ იხარჯება. გასულ წელს იყო გარკვეული რესურსები და ისიც კი არ დაიხარჯა ამ მიმართულებაში, რაც რა თქმა უნდა სამწუხარო ფაქტია და მიანიშნებს იმას, რომ ეს არ არის პრიორიტეტი. მაშინ როდესაც შეგვეძლო მინიმუმ იმ არადაგადამდებელ დაავადებებზე რო საუბრობთ, ხო? ნახევარი აგვეცილებინა თავიდან. და წარმოიდგინეთ, რომ აქ არის საუბარია ასეულობით თქვათ კიბოს შემთხვევებზე, ათასობით რესპირაციული და დიაბეტის შემთხვევებზე, რომელთა თითეულის მკურნალობა გვიჯდება ასეულ ათასობით ლარი. და მილიონობით ლარზეა საუბარი, ხო? და შეგვეძლო ეს დაგვეზოგა კიდევაც და სხვა ესე რომ ვთქვათ მეცნიერებად ან ძალიან მნიშვნელოვან ვთქვათ სტრატეგიულ მნიშვნელობის ვთქვათ განვითარებაში ჩაედო ქვეყანას, მაშინ როდესაც რეალურად არაფერს რეალურად არ ხარჯავთ პრევენციასა და ჯანმრთელობის ხელშეწყობაში. ეს არის მე ვიტყოდი, რომ ამ შემთხვევაში კონსტიტუციის ნორმების დარღვევაც, რომელიც პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ შექმნას ჩვენი მოსახლეობისთვის უნებელი და ჯანსაღი გარემო და შესაბამისად მერე უკვე თამდები პროცესები. სამწუხარო ფაქტი არის, რომ დღეს დაავადებაზეა ორიენტირებული მთელი სისტემა. რაც მეტი დაავადებული, მით მეტი შემოსავალი. და ის მახინჯის სისტემა, რაც 2005 წლიდან ჩამოყალიბდა ჩვენთან და 2010 წელს ფაქტიურად დაგვირგვინდა, დღესაც კი ვერ მოხდა მისი, ესე რომ ვთქვათ, რეფორმის რეალურად განხორციელება, როგორ შეიძლება რომ ურთიერთდაპირისპირებული ბიზნესები ერთი ქუდის ქვეშ იყოს, ხო? ჩვენ ახლა თემას ცოტა ავწვდით, მაგრამ ეს არის სახელმწიფოებრივად უმნიშვნელოვანესი თემა, თუ ამაზე ჩვენ არ ვისაუბრეთ, ხო? ისე არანაირ ვთქვათ ამ შემთხვევაში წერტილოვან დარტყმებს ამ სისტემაში არ ექნება
გავლენა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და თავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ ჯანმრთელი მოსახლეობის გარეშე ვერც ეკონომიკას ვერ შექმნი, ვერც ძლიერი ეკონომიკა გექნება, ვერც ძლიერი თავდაცვა გექნება და სახელმწიფოც არ გექნება სინამდვილეში. ამიტომ ვიტყვი, რომ მოუწოდებ, რა თქმა უნდა, ხელისუფალს, განსაკუთრებით ეს ეხება მაღალი თანამდებობის პირებს, რომ მოახდინონ რეორიენტაცია მთელი სისტემის, ავადობიდან ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებების პრევენციისკენ. ეს უნდა იყოს მთელი ქვაკუთხედი და მთელი რესურსი ამაში უნდა იდებოდეს და მთელი ინვესტიცია ამაში უნდა იდებოდეს და სხვათა შორის საინვესტიციო кейსიც არის, ესე ვთქვათ, როგორც მტკიცებულება UNDP-ის დაფინანსებით მოხდა რამოდენიმე წლის უკან, სადაც დაახლოებით, ესე იგი, მაშინ 5 წლის უკან 3 მილიარდი ლარი იყო წნეხი, არა გადამდები დაავადებებს. 3 მილიარდი ლარი საკმაოდ დიდი წნეხია. და სადღაც 10-15 წელიწადში ხო, ამაზე საუბარი. და ამაში ინვესტირებული 1 ლარი 5 წელიწადში გვაძლევს სადღაც 7-8 ლარს და 15 წელიწადში გვაძლევს დაახლოებით 17-18 ლარს მამონაგებს. ამიტომ ამ ეკონომიკური კუთხით, კი, ეკონომიკური კუთხით უნდა მივუდგეთ ყველა საკითხს, მათ შორის თამბაქოსაც. თამბაქოს ეკონომიკური ტვირთი სახელმწიფოსთვის და თითოეული მოქალაქისთვის, იმიტომ რომ ბიუჯეტს ჩვენი ჯიბებიდან ვიხდით, ხო? არის უზარმაზარი და ეხლა რას ნიშნავს ეს? პირდაპირ დანახარჯები არის დაავადებები, რაც ასოცირებულია თამბაქოს მოხმარებასთან, ისა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებიდან, ქრონიკული დაავადებების მართვის პროგრამებიდან აღმოჩნდა და ასევე ჯიბეებიდან თანაგადახდილი თანხები არის დაახლოებით 2 მილიარდი ლარი. რასაც დაზარალებული მოსახლეები იხდიან თავის ჯიბინად და სახელმწიფო კიდე აფინანსებს თქვათ ამ დაავადებების განკურნებას კი არა. რამოდენიმე თვით რომ გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე ამ ადამიანებს, ვინც დაზარალდა თამბაქოს მოხმარების შედეგად. დაახლოებით 2 მილიარდ ნახევარი იწვება ამ პროდუქტის შეძენაში საქართველოში. და შედეგად რას ვიღებთ? დაავადებულ ადამიანებს და ადრეულ სიკვდილობას. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში არის 74 წელი საშუალოდ, წევრებს შორის არის 56 წელი. ანუ 17-18 წელს იკლებს ადამიანი თავის ჯანსაღი ცხოვრებიდან და ამ პერიოდში არ შექმნილა არანაირი დოვლათი, ხო? ამას უკვე არაპირდაპირ დანახარჯად თვლის ეკონომისტები და ეს არაპირდაპირი დანახარჯები შეადგენს 7 მილიარდ ლარს. რომ ასეულობით 1000-მა საქართველოს მოქალაქემ ვერ შეძლო შეექმნა პროდუქტი და სარგებელი მოეტანა როგორც თავის ოჯახისათვის, ასევე სახელმწიფოსათვის, ხო? ამ თავისი ამ გადასახადების სახით. ეს დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, აქეთ მხარეს გვაქვს 10 მილიარდზე მეტი დანახარჯი პირდაპირ და არაპირდაპირ, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში შემოდის დაახლოებით 1 მილიარდი ლარი თამბაქოს ინდუსტრიის გადასახადების სახით. არის ეკონომიკურად შეწონილადი და მით უმეტეს ახლა მორალური ზარალი რო ვთქვათ. ნახეთ კონკრეტული ადამიანებს ვინც სარგებლობს და კარგებაშია თამბაქოს ინდუსტრიასთან, რა თქმა უნდა. ხო და მე სხვა მიზეზს ვერ ვხედავ, აი მაგალითად, აი ბოლო წლებში სულ გვესმის ამ სუვერენიტეტის, ეს ხო სუვერენიტეტის ნაწილი არ გვართმევს ვიღაცა, როდესაც ამ კონვენციაზე შეერთება შროების საკითხი პირდაპირ ვიტყვი. ხო, არა, მე რას ვამბობ, რომ აი ჩვენ გასულ წელს მივიღეთ ეს სიკვდილის საჩუქარი ფაქტობრივად, ის ჯილდო, ანტიჯილდო სხვა მიზეზი თუ არა ფულადი ინტერესი ვერ ვხედავ, იმიტომ რომ იქ ეს ხო არ არის პოლიტიკური საკითხი, რომ ისინი გვაიძულებენ ჩვენ თამბაქოს კონვენციის იმაში ჩართვას, რომ ჩვენ მაგალითად ქართველობა წაგვერთოს. აქ არის თუმცა ჯანმრთელობის საკითხი, ხო? სხვა არანაირი მიზეზი არ არსებობს, რის გამოც არ უნდა ჩაერთო ამ კონვენციის ჩართვას, არ უნდა შეუერთდე და არ უნდა ასე ვთქვათ განაგრძო ამ რეგულაციების დანერგვა გარდა ფულადი ინტერესის, ანუ გონივრული ეჭვი სხვაზე არაფერზე არ მიდის. აქ ხო არ არის რომ რაღაცა მორალის საკითხი და ქართველობას გვართმევენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არის ჯანმრთელობას ეხება და რეალური სუვერენიტეტი იწყება მართლა აი ამ საკითხებით, ხო, როცა შენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნავ და ფულადი ინტერესის გარდა სხვა ინტერესს მე ვერ ხედავ კონკრეტული პირების. აბსოლუტურად გეთანხმებით და ამიტომ იყო რომ რამდენჯერ თქვა პარლამენტის საშუალებით ახერხებდა თამბაქოს ინდუსტრია ამ თავის წინადადებების გატანას, იმდენჯერვე მიმართეთ უსაფრთხოების სამსახურს, შინაგანსაქმეთა სამინისტროს, რომ გამოძიებულიყო კონკრეტული თანამდებობის პირების კორუფციული გარიგების ნიშნები ამ
ინდუსტრიასთან. ყველა ჯერზე ოფიციალურად მოგდიოდა პასუხი, რომ ამ ურთიერთობებში არ ეკვეთება სისხლის სამართლებრივი დანაშაული და პირდაპირ და ცხადი იყო რა ინტერესებს, რა ფინანსურ ინტერესებს ლობირებდნენ კონკრეტული პარლამენტის წევრები თუ ბიზნეს ომბუდსმენი. მე ვიქნები ხომ მაშინ ესეთი ეშმაკის ადვოკატი და ვიტყვი რომ მე ვარ ზრდასრული ადამიანი, რასაც მინდა იმას ვიზამ და რატომ იზღუდავს სახელმწიფო აი ესეთი ტიპის არჩევნებს. აი ამაზე მაშინ რა პასუხი გვაქვს? არა, არავის არ ზღუდავს ამ შემთხვევაში ნახეზურა ჩვენ საუბრობთ რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები გათავისუფლდა თამბაქოს კვამლისგან, ხო? 99% საქართველოს ტერიტორიის ეკუთვნის მწველებს. ანუ ღია სივრცე. რომელ შეზღუდვაზე ვლაპარაკობთ, ხო? ეგ არის ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არა თავსედებადი და არა ლოგიკური. და ზოგი ამბობს, აი მწველთა უფლებები, ხო? როცა საზოგადოებრივ შენობაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ ხარ საუბრობთ საცხოვრებელ გარემოზე რა. საცხოვრებაში კი ბატონო. იქაც კი არა აქვს ადამიანს უფლება, რომ კრიმინალი ჩაიდენოს, ან დაგეგმოს კრიმინალი, ხო არ აქვს. ამაზე ვსაუბრობთ, ხო? საცხოვრებელშიც კი, მაგრამ თამბაქოსთან მიმართებაში ეს ჩვენ ქვეყანაში არ არის დარეგულირებული. ზოგიერთ ქვეყანაში მაგალითად სახანძრო უსაფრთხოების წესებთან არის მიბმული პირდაპირ და თუ სახშიც თქვა თამბაქოს კვამლის გარკვეული კონცენტრაცია გროვდება, შეიძლება სახანძრო უსაფრთხოების სისტემა ჩაერთოს და იქ მთელი ესე ვთქვათ განგაში ატყდეს ამაზე. არის ზოგიერთი შტატი, ან არის ზოგიერთი ქვეყანა, სადაც ეს ხდება, მაგრამ სინამდვილეში ხავ, რა თქმა უნდა, ვერავის ვერ აუკრძალავთ, მაგრამ ასე რომ არ მოხდეს და არც თამბაქოზე და არც სხვა ნარკოტიკებზე, რაც ყბადაღებული თემაა დღეს კიდე სახელმწიფოში, დამოკიდებული რო არ გახდეს ჩვენი მოსახლეობა, განსაკუთრებით ბავშვები და ახალგაზრდები, აუცილებელია, რასაც საუბრობდი დასაწყისში, რომ ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს საზოგადოების ჯანმრთელობა და მისი დაცვა და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა, რაც გადის რაზე. რა თქმა უნდა. როცა ვსაუბრობთ ჯანსაღ მომავალ თაობებზე, ეს იწყება ჩასახვის მომენტამდეც კი. ვიდრე, ვთქვათ, წყვილი ემზადება, ვთქვათ, ახალი სიცოცხლის წარმოსაქმნელად, ხო? 1-2 თვით ადრე მაინც ყველა მავნეჩვევები თუ ასე შემდგომ ქცევები უნდა იყოს, ესე რომ ვთქვათ, შეწყვეტილი. განსაკუთრებით ეს ქალბატონს ეხება, რომ შეხვდეს შესაბამისი გარემო, ჯანსაღი ვთქვათ ბავშვს, ჩასახვიდან უკვე მუცლად ყოფნის პერიოდში შესაბამისი ფსიქოემოციური და სოციალური და პლუს ქცევითი გარემო უნდა შეხვდეს ამ ახალშობილს, ახალ სიცოცხლეს მუცლად ყოფნის პერიოდში. გადმოვდივართ, აქეთ დაიბადა ახალი სიცოცხლე, რა თქმა უნდა, მას სასიცოცხლო უნარებს პირველად უყალიბდებს, რა თქმა უნდა, ოჯახი და მის ირგვლივ, ესე რომ ვთქვათ, შესაბამისი გარემო, მაგრამ სახელმწიფოს როლი შემოდის უკვე ბაღებიდან, ანუ საბავშვო ბაღებიდან. აქ იწყება უკვე ჯანსაღი კვებითი ქცევების, ჰიგიენის ქცევების ჩამოყალიბება, ხო? და უკვე სკოლის პერიოდის პირველ ეტაპზე უკვე ხდება არაჯანსაღი ქცევების მთელი კასკადის, ესე რომ ვთქვათ, შემოდინება ჩვენს ცხოვრებაში, ბავშვების ცხოვრებაში და ახალგაზრდების ცხოვრებაში. ამიტომ ყველა, როგორც ოჯახს, ასევე საზოგადოებას და ასევე სახელმწიფოს აქვს განსაკუთრებული როლი და ფუნქცია იმისთვის, რომ ჩვენ მომავალი ჯანსაღი თაობები გყავდეს და ჯანსაღად თუ კი აღზრდით მათ იმ თავითვე, ხო? ადრეული ასაკიდან. შესაბამისად ნაკლები იქნება შანსი, ალბათობა იმისა, რომ ისინი მიდრეკილი გახდნენ კონკრეტული, ესე ვთქვათ, ესე წამალთ დამოკიდებულების თვალსაზრისით იქნება, ან სხვა ქცევითი დამოკიდებულების კუთხით იქ შეიძლება გემბლინგის შემოვიდეს, სხვა ესე ვთქვათ, ქცევითი დამოკიდებულები და ასე შემდეგ. ამას განმარტავ დავამატებ, რატო ამბობს ხალხო გიორგი ამას, ანუ ეს ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ანუ 25 წლამდე მიმდინარეობს თავის ტვინის განვითარების პროცესი და აი ამ ნიკოტინის ზემოქმედების შედეგად და ეს ნიკოტინი მოგეხსენებათ კიდევ უფრო მეტია ელექტრონულ სიგარეტში, ამაზე მე ვისაუბრებ. ამის შედეგად თავის ტვინის ფორმაცია იცვლება, სტრუქტურა იცვლება ისეთ ფორმაზე, რომ უფრო მოწყვლადი ხდება ზოგადად ასეთი დამოკიდებულებების მიმართ და ანუ აქ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ აზარტულ თამაშებზე, შეიძლება ვისაუბროთ სხვა ნარკოტიკულ საშუალებებზე, ამის რისკი შემდგომში უფრო იზრდება და ამიტომ არის ის ქვეყნები, ვიზაც აიწევან ვისაუბროთ რაღაცა ასაკებამდე განსაკუთრებულად ზღუდავენ, გრძალავენ და ასე შემდეგ, საფუძველი არის აი შემდგომში ეს რა, რომ შეზღუდვა და მეორე მხრივ განათლებაც უნდა თავის თავისად უნდა ამოდეს ერთმანეთს, ხო? ოჯახის ამარავის დაუტოვებით და პლუს ანუ საშუალო
ბაღის დონეზეც არ არის შესაბამისი განათლება, რომ ადამიანმა არ მიიღოს გადაწყვეტილება დაწყების შესახებ და აი შენ იმას გამოეხმაურები არჩევანთან დაკავშირებით. ასაკი, რომელშიც ადამიანები წყვეტენ, რომ გასინჯონ თამბაქო ან სხვა ნარკოტიკი ან დაიწყონ აზარტული თამაში, ხო, ეს არის როგორც წესი იმპულსური გადაწყვეტილება, არის ნაკარნახები სხვა ძალიან უაზრო ფაქტორებით ნაკარნახები გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ ისე გადადის დამოკიდებულებაში, რომ უბრალოდ ფაქტობრივად ზრდასრულ პერიოდამდე გადადის ეს დამოკიდებულებაში ადამიანების უმრავლესობის ნაწილში და აქ უკვე არჩევანზე ლაპარაკი შეიძლება პირველი გაკეთება გასინჯვა არჩევანი იყოს იმპულსური, მაგრამ შემდეგ ამ არჩევანის ტყვეობაში ექცევა ადამიანი და ხდება დამოკიდებული. დამოკიდებულ ადამიანს თავისუფალი არჩევანი არ აქვს და სწორედ აქ არის საჭირო სახელმწიფოს ინტერვენცია, როგორც განათლების დავშვირო. ეს ადვოკატი გეთამაშა. ის არის აქ მაგალითად მე ჯანმრთელობის ხელშეწყობაზე როცა ვსწავლობდი, მაშინ გიორგი ჩემი ლექტორი იყო, ანუ ღირებულებებით თანხმდა რა ამ საკითხში. მოდი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა, რომელსაც რასაკვირველია ჭირდება დისკუსია და ეს მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, ვინც განაწყენებულები არიან ხოლმე ასეთი ტიპის რეგულაციებით, მათ ბევრი უნდა ველაპარაკოთ ხშირად, რომ ავახსნათ რა სარგებლის მომტანი არის ეს ყველაფერი და დისკომფორტის ატანა ზოგჯერ რა სასარგებლო შედეგი შეიძლება გვაძლევდეს საზოგადოებრივ დონეზე. გიორგი, მინდა რომ ეს ნაწილი შევაჯამოთ და მე ელექტროსიგარეტების საკითხზე გადავიდეთ. იმიტომ რომ ეხლა იმდენი ნეგატიური რაღაცა ვისაუბრეთ, მაგრამ დავიწყეთ იმით, რომ ბევრი კარგი რაღაცაც გაკეთდა, ხო? ჩვენ ანუ ერთ-ერთი მოწინააღმდეგეები ვიყავით თამბაქოს კონტროლის მიმართულებით ქვეყანაში და ეს რო დაგვანახოთ, აი მოკლე შედეგს გეტყვით. მოკლე შედეგები რა მივიღეთ და ასევე მისცემია ხოლმე ესეთ შეფასება, რომ აი რეგიონში ლიდერები ვართო ამ მიმართულებით და ვართო არა, ეგეც მაინტერესებს. 10 წლის უკან თელს ზრდასრულ მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარება იყო 33%. გასულ წელს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ჩაატარა საკმაოდ ისეთი ფართომასშტაბიანი კვლევა იყო, პირველად ჩატარდა ფაქტიურად ზრდასრულ მოსახლეობაში ესეთი კვლევა მაღალი ხარისხის. ეხლა ვართ 25%, 25.4%-ია რა. ანუ სადღაც 8-9% არის მთელს პოპულაციაში. ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ 100,000 ადამიანმა ზოგმა არ დაიწყო და ნაწილმა დაანება სრულად თავი. 100,000 ადამიანი საკმაოდ დიდი არმიაა საქართველოსთვის, რომლებიც ნაადრევად არ გარდაიცვლებიან. ოდესღაც ყველა გარდაიცვლებით, მაგრამ თუ უკდავების ამალი არ იქნა მოგონებული, რა თქმა უნდა ხუმრობ, მაგრამ ანუ იმის თქმა მინდა, რომ ამ შემთხვევაში ტვირთი არის საკმაოდ მაღალი და ყოველი მეხუთე სიკვდილობა დაკავშირებულია ასევე თამბაქოს მოხმარებასთან, მაგრამ ეს სიკვდილობაც უკვე ნენელა ესე რომ ვთქვათ ცირდება. ანუ დაავადებების რაღაც ათასობით ადამიანი ვთქვათ იმ დაავადების მსხვერპლი არ გახდება. უკვე ამ 5-6 წლის განმავლობაში ამ შედეგზე ვლაპარაკობ და მაგრამ თამბაქოს ინდუსტრიას უკვე სადღაც 4-5 წლის უკან გაეხსნა მეორე სუნთქვა. და მაქსიმალურად შემოიტანა ბაზარზე ახალი ლამაზად შეფუთული სიკვდილი. ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტების სახით. არომატიზებული მათ შორის. მათ შორის არომატიზებული და არომატიზებულია ძირითადი, ესე რომ ვთქვათ, მიზიდვის ნაწილი სწორედ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ელექტრონულ სიგარეტში. ეხლა რა განსხვავება ამ პროდუქტებს შორის რა? პირველი, მოდი ჯერ ვთქვათ გასახურებელ თამბაქოსთან დაკავშირებით. ფილიპ მორისი მისი მწარმოებელი და მის ბაზარზე, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე რომ მარკეტინგის საშუალება მისცემოდა, აუცილებელია შესაბამისი ავტორიზაციის, ანუ ნებართვის მიღება. და სადღაც 3 წლის განმავლობაში მიდიოდა მსჯელობა თვითონ ამერიკის წამლის და სურსათის სააგენტოში ამ თემაზე და ბოლოს როგორც იქნა მიცეს ანუ მოდიფიცირებული რისკის სტატუსი მიცეს, რაც საშუალებას იძლევა ამ ტიპის პროდუქტების რეკლამა და პოპულარიზაცია. არა, გასახურებელთან ეგრეთ წოდებულ აიქოსზე ვლაპარაკობ. ეს იყო 2020 წლის 7 ივლისი და 8 ივლისს საქართველოში ფილიპ მორისმა გამოაცხადა, რომ შემოდის ოფიციალურად საქართველოს ბაზარზე თითქოს ბიოპროდუქტი შემოქონდეს და ჯანსაღი შემოქონდეს, ისე დაანონსა სამწუხაროდ და მალევე ამას მოყვა, რა თქმა უნდა, შავი მარკეტინგული თანხა. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ უკვე აკრძალული ქონდა 2018 წლიდან როგორც გასახურებელი თამბაქოს, ასევე ელექტრონული სიგარეტის როგორც რეკლამა, პოპულარიზაცია, სპონსორობა, ანუ მარკეტინგის ყველა ფორმა იყო აკრძალული. მაგრამ
არაოფიციალურად, უკანონოდ, ყოველგვარი როგორც გითხარით, ახლა კანონი კრძალავდა, უკანონოდ დაიწყეს საკმაოდ სერიოზული თანხების ჩადება რაში. ამ მარკეტინგის პროცესში არა მხოლოდ ბიზნეს ასოციაციები ჩართეს, რაც ჩვეულია მათთვის, არამედ ფრონტ ჯგუფებიდან უკვე კვლევითი ორგანიზაციები და სამედიცინო ტიპის ორგანიზაციები, კლინიკები ჩართეს. ჯანდაცვის ყოფილი მინისტრები გახდნენ აგიტატორები და პროპაგანდისტები ამ ახალი ტიპის პროდუქტების. და ისინი იყვნენ ტრენინგები და ახლაც არის. ზოგიერთი მათგანი ატარებს ტრენინგს ექიმებს შორის და მთავარი ეს მე თვითონაც სპეციალურად დავესწარი ამ ერთ-ერთ შეხვედრას და ტრენინგს, სადაც ეს ბატონი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი საკმაოდ ისე მაღალფარდოვნად საუბრობდა ამ FDA-ს გადაწყვეტილებაზე, რომ ხალხო ნახეთ FDA მიიღო გადაწყვეტილება და მოდიფიცირებული რისკის პროდუქტის სტატუსი მიცა და ეს ნაკლებ ზიანს ნიშნავს ჯანმრთელობაზე და თუ თქვენი პაციენტები, რომლებიც ვერ ანებებენ თავს ჩვეულებრივ თამბაქოს, აგერ ზიანის შემცირების პროდუქტი გვაქვს და გადაიყვანეთ მათზე. ან თავარი მესიჯები ეს იყო და ამაში იხდიდა ფულს ეგ არ არის სახელი ორგანიზაცია. ეს აბრევიატურა I quit ordinary smoking. მე ჩვეულებრივ ხო, რა თქმა უნდა. ეს მთელ მარკეტინგულად იყო ძალიან კარგად დალაგებული. იგივე კომპანია გაწვდა. იცი აი ახლა მიმართავ რომ ვინც ჩვეულებრივი კლასიკური რა ქვია მაგას ჩვეულებრივი სიგარეტიდან აიკოზე გადახვედით იმის გამო რომ თავი დაგენებებინათ და მაგით აიკოსი დაანებეთ და არა 9-ჯერ მეც ეწევით, აი კომენტარი დაგვიწერეთ. დღევანდელ ეპიზოდში ჩვენი პარტნიორი კომპანია PSP წარმოგვიდგენს ორ მნიშვნელოვან პროდუქტს თამბაქოს და ელექტრონული სიგარეტის მოწევის კონტექსტში. პირველი გახლავთ ფორმაგის მაგნიუმის სტიკები, რომელიც წარმოებულია ფრანგული ლაბორატორია პილეჟეს მიერ. პილეჟე უკვე აწლეულებია საქმიანობს ნუტრიციოლოგიისა და ფუნქციური ჯანმრთელობის პროდუქტების სფეროში და გამოცდილი ბრენდია კვლევებზე დაფუძნებული ფორმულების შექმნაში. ფორმაგი წარმოადგენს მაგნიუმის კომპლექსს, რომლის მთავარი აქტიური კომპონენტი არის ეგრეთ წოდებული ჰიპრორი მაგი, სპეციალური ფორმულა, რომელიც აერთიანებს ზღვის მაგნიუმის ოქსიდს და ბრინჯის ცილის ჰიდროლიზატს. თითოეული სტიკი შეიცავს დაახლოებით 300 მგ მაგნიუმს, ასევე დამატებულია ტაურინი, ვიტამინი B6 და ვიტამინი D3. მაგნიუმი ადამიანის ორგანიზმში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მინერალია და მონაწილეობს ასობით ბიოქიმიურ პროცესში. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის, კუნთების ნორმალური მუშაობისთვის და ენერგიის წარმოქმნისთვის. სწორედ ამიტომ მაგნიუმის საკმარისი დონე ხშირად დაკავშირებულია დაღლილობის შემცირებასთან, სტრესის უკეთ მართვასთან და ძილის ხარისხის გაუმჯობესებასთან. თამბაქოს თემის კონტექსტში ეს განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან მოწევა და ნიკოტინის მოხსნის პერიოდი ხშირად დაკავშირებულია გაზრდილ სტრესთან, ნერვულ აგზნებადობასთან და ძილის დარღვევებთან. ფორმაგის ფორმულაში დამატებული ტაურინი მონაწილეობს ნერვული სისტემის რეგულაციაში და ხელს უწყობს უჯრედულ მეტაბოლიზმს, ხოლო ვიტამინი B6 მნიშვნელოვანია ნეიროტრანსმიტერების სინთეზისთვის და ენერგეტიკული ცვლისთვის. ვიტამინი D3 კი მონაწილეობს იმუნურ რეგულაციაში და ზოგადად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის მრავალ ფიზიოლოგიურ პროცესში. პროდუქტი წარმოდგენილია ოროდისპერსიული სტიკის ფორმით, რაც ნიშნავს, რომ მისი მიღება შესაძლებელია პირდაპირ პრიზღრუსი წყლის გარეშე, ნერვთან ერთად გადაყლაპვით ან სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია გავხსნათ დაახლოებით 150-200 მლ წყალში. რეკომენდებული მიღების დოზა არის 1 სტიკი დღეში. ფორმაგი შეიძლება გამოსადეგი იყოს იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც განიცდიან სტრესს, დაღლილობას, ძილის დარღვევას ან ნერვკუნთოვან დაჭიმულობას, ასევე მათთვის, ვინც ცდილობს მოწევის შეწყვეტას და ამ პროცესში ორგანიზმის ზოგადი ბალანსის ხარდაჭერას სურს. ამასთან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფორმაგი არის საკვები დანამატი და არ წარმოადგენს მედიკამენტს. ის არ ცვლის მოწევის შეწყვეტის ძირითად სტრატეგიებს, როგორიცაა ექიმის კონსულტაცია, მათ შორის ნიკოტინის ჩანაცვლებითი თერაპია ან ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. მისი მიზანი არის ორგანიზმის ზოგადი ფუნქციური მხარდაჭერა, განსაკუთრებით იმ პერიოდებში, როდესაც სტრესისა და დაღლილობის დონე მაღალია. პარტნიორი კომპანია PSP ასევე წარმოგვიდგენს მეორე პროდუქტს, ვიტამინი C1000 ბიოკომპლექსს, რომელიც შექმნილია ამერიკული წარმოების ბრენდის Ambilab-ის მიერ. Ambilab უკვე მრავალი წელია აწარმოებს საკვებ დანამატებს აშშ-ში და მისი პროდუქტები მზადდება საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების დაცვით. ვიტამინი C1000 ბიოკომპლექსი წარმოადგენს ფორმულას, რომლის მთავარი კომპონენტია 1000 მგ-იანი
C ვიტამინი. ეს ვიტამინი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში, კოლაგენის სინთეზში, ქსოვილების რეგენერაციაში და სისხლძარღვების ჯანმრთელობაში. თამბაქოს კვამლი შეიცავს ათასობით ქიმიურ ნაერთს, რომლებიც ორგანიზმში ზრდის ოქსიდაციურ სტრესს, ანუ ჟანგვის სტრესს და თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას. სწორედ ამიტომ კვლევები ხშირად აჩვენებს, რომ წეველებში სისხლში ვიტამინი C-ის დონე საშუალოდ დაბალია, ვიდრე არამწეველებში და ზოგ შემთხვევაში მათი საჭიროება ამ ვიტამინის მიმართ უფრო მაღალია. ამ კომპლექსში ვიტამინ C-ს დამატებული აქვს რამდენიმე ბიოაქტიური მცენარეული კომპონენტი, რომლებიც მასთან ერთად მოქმედებს. მათ შორის არის კვერცეტინი, რომელიც გახლავთ მცენარეული ფლავონოიდი, ძლიერი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, ასევე შედის ციტრუსის ბიოფლავონოიდები, რომლებიც ხელს უწყობენ C ვიტამინის უკეთ შეწოვას და გამოყენებას ორგანიზმში და ასევე მონაწილეობენ სისხლძარღვთა კედლების დაცვაში. ფორმულაში დამატებულია რუტინი, რომელიც ასკორბინის მჟავასთან ერთად ხელს უწყობს კაპილარების სტაბილურობას და ანტიოქსიდანტურ დაცვას. კომპლექსი დამატებით შეიცავს ასკილისა და ანწლის ნაყოფის ექსტრაქტებს, რომლებიც ბუნებრივად არის მდიდარი პოლიფენოლებითა და სხვა ბიოაქტიური ნივთიერებებით. პროდუქტის მიღება რეკომენდებულია საკვების დანამატის სახით, ჩვეულებრივ 1 ან 2 ტაბლეტი დღეში კვების დროს. იგი შეიძლება სასარგებლო იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც განიცდიან გაზრდილ ფიზიკურ ან გონებრივ დატვირთვას, არიან აღდგენის პერიოდში, ან უბრალოდ სურთ ორგანიზმის ანტიოქსიდანტური რესურსების ხარდაჭერა. თამბაქოს კონტექსტში ვიტამინი C ხშირად განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, რადგან წეველებში მისი დანაკარგი უფრო მაღალია და ორგანიზმი მუდმივად ექვემდებარება თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებას. ნიშნავენია აღინიშნოს, რომ ვიტამინ C1000 ბიოკომპლექსი არის საკვები დანამატი და არ წარმოადგენს მედიკამენტს. ის ვერ ანეიტრალებს თამბაქოს ზიანს და ვერ შეცვლის მოწევის შეწყვეტას, რომელიც ჯანმრთელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. თუმცა გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება დაეხმაროს ორგანიზმს იმ ანტიოქსიდანტური რესურსების შევსებაში, რომლებიც ხშირად შემცირებულია მწეველებში ან მაღალი სტრესის პირობებში. FDA თვითონ ლაბორატორიულად არ აკეთებს კვლევას, ანუ არ ამოწმებს შემცველობას და ენდობა თამბაქოს ინდუსტრიის მიერ წარმოდგენილ კვლევის შედეგებს. და დამოუკიდებელი ლაბორატორიული კვლევების შედეგად აღმოჩნდა რა? 56 ინგრედიენტი, ანუ გამოფრქვეული ქიმიური ნივთიერების შესახებ ინფორმაცია მწარმოებელმა დამალა. აქედან 22 ორჯერ მეტი იყო კონცენტრაციით, რაც თამბაქოს კვამლშია და 7-10 ჯერ მეტი, რომელიც ზიანის შემცირებაზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, ეს არის აბსურდი. მით უმეტეს ამ FDA-ს გადაწყვეტილებაში FDA-მ დაწერა, რომ არ უნდა მოხდეს ამ პროდუქტის გარეკლამება იმ დაგვარად, რომ წარმოაჩინოს, რომ ეს თითქოს ნაკლების ზიანის მომტანი პროდუქტი იყოს. და სწორედ ეს იყო ჩემი, ასე რომ ვთქვათ, დაპირისპირების საგანი იმ ბატონთან და ვკითხე, რომ მეთქი FDA-ს გადაწყვეტილება ბოლომდე წაკითხული გააქვთ, რა თქმა უნდა, მან უტეხად თქვა, რომ კი, წაკითხული მაქვს. მაშინ მე რა წერია მეთქი? ეს წერია, რასაც შენ ღაღადებ მეთქი, რომ ნაკლების ზიანის მომტანი პროდუქტია, თქო, პირდაპირ იყო მინიშნება, რომ ეს არ გააკეთოთ. ანუ FDA მის მიცა ავტორიზაცია, მაგრამ იქვე დაწერა, რომ ამ პროდუქტის პოპულარიზაცია არ უნდა მოხდეს იმ დაგვარად და არ უნდა შეექმნას ცრუ წარმოდგენა მომხმარებელს, ის თითქოს ნაკლების ზიანის მომტანი იყოს. და ამან, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელმა ლაბორატორიულმა კვლევებმა დაადასტურა კიდევაც, რომ რა ზიანის შემცირებაზე ლაპარაკი პირიქით. ნიკოტინი მასში არის მაღალი კონცენტრაციით, ასევე ქიმიურად მუშავდება თამბაქოს ნაწილი იმ დაგვარად, რომ არ იწვოდეს, არამედ გახურებით ხურდებოდეს. თქვენ ასანთით მას ვერ დაწვავთ ამ სტიკებს ეგრეთ წოდებულს, ხო? ის ჩვეულებრივ აპარატ, სპეციალურ აპარატში უნდა ჩაიდოს და ამ ქიმიური დამუშავების შედეგად მისი ტოქსიურობა კიდევ მეტად გაიზარდა. და ამიტომ ამბობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომ მასში არა მხოლოდ ჩვეულებრივი ცნობილი, ვთქვათ, კანცეროგენები და ტოქსინებია, არამედ ახალი ტიპის ტოქსინებია, რომელთა ბუნება კიდე შეიძლება უარესი იყოს ჯანმრთელობაზე და გავლენა. და ხალხი სხვადასხვანაირ სიმპტომს გამოხატავს, სხვათა შორის წეველები, აი სხვადასხვა განსხვავებით კონვენციური სიგარეტისგან, რომ აი გულზე მაწვება, ღამე ვეღარ ვიძინება, ასე შემდეგ, ანუ ცეცხლს ეთამაშებს, შეიძლება უარესიც კი აღმოჩნდეს დროთა განმავლობაში, გამოაშკარავდეს მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც შეიძლება უარესიც კი აღმოჩნდეს გასახურებელი თამბაქო და ელექტრონული სიგარეტი, ვიდრე ტრადიციული სიგარეტი. ეს არ არის თავისდანებების საშუალება და ცალსახად ეს არ არის ზიანის შემცირების პროდუქტი. ეგ შეგვიძლია ცალსახად. ეხ თავი რომ მოუყაროთ ამ ნაწილს, ხო, რომ ეს თამბაქოს ინდუსტრია ამბობს
რომ ეს არისო ნაკლები ზიანი, ხო? და აი რაზეც პროპაგანდირებს, რა თქმა უნდა, ამაში იხდის ფულს. რომ ვიღაცები დააჯეროს. ხო, და ვიღაცებს ჯერათ, ხო? ან ისე იქცებია, რომ ვითომ ჯერათ და მე ჩვენ როცა ამ რეგულაციებს ვამკაცრებთ, ან შესაბამის რეკომენდაციებს შევიმუშავებთ და ამ პროდუქტებს ხვდავთ და მე ბევრჯერ ვყოფი ვარ ქვეყანაში, სადაც ესენი საერთოდ აკრძალულია. და მათ შორის არ ვიცი ხარ ამ შეიცვალა თუ არა. თვითონ ნიუ-იორკის შტატშიც მე მგონი ის იყო, ხო? რამოდენიმე შტატში ძალიან მკაცრი მიდგომა. და მაშინ რა გამოდის ახლა რას უბიძგებთ ამით, რომ ამ ახალ პროდუქტებს, რომელიც ნაკლებად ზიანის მომცემია, ვერ იყიდი და ისევ გიწევს, რომ დარჩე მაშინ იმაზე. ხო? აი ეს არის ხოლმე ხშირი არგუმენტი თუ რა ქვია ამას, რომელიც მსმენია ხოლმე ამ ახალი რეგულაციების სიგარეტზე და მე რეგეტყვი თავის დანებების კუთხით რა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ უნდა შევთავაზოთ, რა თქმა უნდა, მომხმარებელს რომ სრულად დაანებოს თავი, ანუ თავარი ამოცანა უნდა იყოს თელი სისტემის მათ შორის, რაც საკმაოდ სუსტად არის ჩვენთან განვითარებული, იგივე თამბაქოზე თავის დანებების საშუალებებიც ფაქტიურად არ არის ბაზარზე და ასევე სერვისები, რაც ხელშეწყობილი უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან. გადასახადები თითქოს გავაუქმეთ, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტრომ ერთობლივ ბრძანება ვერ გამოცა 5 წლის, 6 წლის განმავლობაში, ხო სირცხვილია. და პლუს ესენციური მედიკამენტები ჩამონათვალში ამდენი ხანი ადვოკატირებას ვახდენთ ამ თემის და ეგეც ვერ შევძელით. იმიტომ რომ არ არის შესაბამისი ესე რომ ვთქვათ პოლიტიკური ნება არც შესაბამის ეს სტრუქტურაში ხო ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყოს ამის ესე რომ ვთქვათ წარმართველი ძალა. ეხლა ელექტრონულ სიგარეტს რაც შეეხება. ანუ აქ თემა არის ახლა რაც მე უნდები რომ ეს ყველაფერი არის სინამდვილეში არასწორი მსჯელობაც კი რომ ნაკლებ ზიანის შემცველზე გადავიდე უნდა დავანებო თავი. ერთადერთი სწორი გამოსავალი ან თავარი მესიჯი არის ის რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი საერთოდ არ მოწერა. საერთოდ არ მოწერა. ერთი პროდუქტიდან მეორეზე გადასვლა არ ცვლის ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას. და ეს დაადასტურა აგერ ელექტრონულ სიგარეტზე მიტომინდოდა საუბარი რომ მეტ ანალიზები ჩატარდა როგორც 2025 წელს ასევე 2026 წლის მარტში. სულ ახალი გამოქვეყნებულია სტენტონ გლანცი არის ესეთი პროფესორი კალიფორნიის უნივერსიტეტიდან და აღმოჩნდა რა ის დაავადებები რაც ასოცირებულია ჩვეულებრივ სიგარეტთან ასევე ასოცირებულია ელექტრონული სიგარეტის მოხმარებასთან. ანუ დაავადებების თვალსაზრისით სხვაობა მათ შორის არ არის. და რო ვთქვათ მეტაანალიზი ყველაზე მაღალი ხარისხის მტკიცებულებად. ეს არ არის რომ ვიღაცა ექიმან ერთმა მკვლევარმა რაღაც თქვა. ეს არის რომ თემის ირგვლივ რაც კი კვლევა არსებობს, ყველა სტატისტიკა შეჯერდა და გამოვიყვანეთ იმის 104 კვლევაზე არის ლაპარაკი, საკმაოდ სერიოზული, რანდომიზირებული, საკმაოდ სტატისტიკურად სანდო კვლევები და ამათი ერთობლიობით მოხდა ეს. თვითონ ახლა ელექტრონული სიგარეტი რატო არის სერიოზული საფრთხე? ერთი ბავშვებისთვის არის ყველაზე დიდი საფრთხე და რატო? დიდი რაოდენობით შეიცავს ნიკოტინს, კონცენტრირებული მასში ნიკოტინი. ასევე გამუდმებით აქვთ ხელში ეს პროდუქტი ბავშვებს და ახალგაზრდებს. მისი საშუალებით მოწევის დაწყება არის საკმაოდ მარტივი. ამიტომ 8-9 წლის ბავშვები იწყებენ გასინჯვას, მალევე ხდებიან დამოკიდებული და მერე უკვე მის გარეშე აღარ შეუძლიათ. და ფსიქოზის ახალი სახე ჩამოყალიბდა. თუ ჩვეულებრივ სიგარეტს გარკვეული პერიოდულობით ეწევა ადამიანი, ელექტრონული სიგარეტი გამუდმებით აქვს, ესე რომ ვთქვათ, პირის ხრუში მოთავსებული და ეკაჩება გამუდმებით. ქცევითი მიჯაჭვულობის უძლიერესი სახე ჩამოყალიბდა. ან მოტორული ქცევას დასწავლა, ხო? დიახ, და მე როგორც თამბაქოზე თავის დანებების სპეციალისტი, ყველაზე რთული პროცესი არის ქცევის შეცვლა. ამ შემთხვევაში აბსტინენციის მოხსნა, ეგრეთ წოდებული, თქვათ, ლომკის მოხსნა 2-3 კვირაში შესაძლებელია, შეიძლება მედიკამენტით ჩართა და უფრო მარტივი იყოს პროცესი, მაგრამ რაც შეეხება ქცევის შეცვლას, დაახლოებით 1 წელი ჭირდება ჩვეულებრივი სიგარეტის შემთხვევაში და დარწმუნებულება რომ რამოდენიმე წელი შეიძლება დაჭირდეს ელექტრონული სიგარეტის გადაგდებას, როცა მოინდომებს ადამიანი. მაგრამ ხო გეუბნებით, ანუ ეს არის მთელი, ესე რომ ვთქვათ, მზაკვრობა ინდუსტრიის, რომ ბავშვებს აჩვევენ ამ ნიკოტინის მარტივ ფორმაზე დამოკიდებულებას და მე ჩვეულებრივად ისინი ჩვეულებრივ თამბაქოსაც მოიხმარენ, როცა არ აქვს თქვათ ეჯერადი ელექტრონული სიგარეტის მოხმარების საშუალება, ღერებით შეიძლება იყიდონ, რაც უკანონოა ასევე, ან აიქოსი, ან მერე უკვე სხვა ნარკოტიკების მოწევაზე გადადიან. ანუ ამ შემთხვევაში ელექტრონული სიგარეტი კარიბჭია ამ უძლიერესი ნარკოტიკის, როგორიც არის ნიკოტინის
მოხმარების თვის. კი ბატონო. თუ სწორად ვნახე სტატისტიკა არის ესეთი, რომ ახალგაზრდების 80%, რომელმაც დაიწყო მოწევა, პირველი ნაბიჯი იყო ელექტროსიგარეტები, ეს არომატიზებული. და ეხლა დაახლოებით ჩვენს მსმენელებს რომ წარმოდგენა რომ შეექმნათ, ეხლა რაზე საუბრობთ და ეს მოკაჩვა და ნიკოტინი რა შუაში, ანუ 7-8 წამში უკვე თავის ტვინში აღწევს ეს იმპულსები ამ მოკაჩვის შემდეგ და გამოიყოფა დოფამინი დაახლოებით 200%-ით და აი რომ ვიცოდეთ ეხლა ეს რა ტიპის ცვლილებაა ჩვენს ორგანიზმში და ანუ რა შედეგებს გვაძლევს და რატო ყალიბდება ესეთი ძლიერი დამოკიდებულება რო შევადაროთ ცოტა გამოვიწერე. აი საკვებს რო შეჭამ და კაი ჭამა ყველას რა უმეტესობა ადამიანს უყვარს, ხო? სიამოვნება. დაახლოებით 50, ხო, აი ჭამა სიამოვნებაა, დაახლოებით 50%-ით იზრდება დოფამინის გამოყოფის მაჩვენებელი, სექსის დროს იზრდება 100%-ით და ამ შემთხვევაში უკვე ნიკოტინით ეს სურა დავაზუსტებ ახლა. 200 იყო დასაწყისში, ხო? კი, დასაწყისში. აი ეგ მინდა რომ ხაზი გავუშვათ, რომ თავიდა. ორჯერ. ანუ ეიფორია და ესეთი ესე ვთქვათ სიამოვნების განცდა არის დასაწყის ეტაპზე. და როცა უკვე მიეჩვევი და ავტომატურ რეჟიმში ხარ უკვე იქ დოფამინი 200% კი არ შეიძლება 2-3%-იც იყოს. მაგრამ უკვე დოფამინის ეფექტი არ არსებობს და კიდე ხაზი მინდა გავუსვა. ნიკოტინი არის დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია აგერ სპეციალისტები ვართ. მე-10 გადახედვაში აღიარებული იქნა როგორც ნერვული და ფსიქიკური აშლილობის გამომწვევი ნივთიერება. როგორ შეიძლება ამ ნივთიერების გამომწვევი პროდუქტი, რაც ერთ-ერთი მითია, რომ თითქოს სიგარეტის მოწევა ამშვიდებს. ეს არის აბსურდი. მით უმეტეს როგორც გითხარით, პირდაპირ ეს თვითონ ნიკოტინის შემცველობა უკვე იწვევს ფსიქიკურ აშლილობებს. და შესაბამისად არანაირი დამშვიდებაზე და არანაირი თუ რომ ეგრე იყოს ეს ფასი ჯანმრთელობის რასაც იხდის ორგანიზმი გრძელვადიან კატასტროფა. და აი მაყურებელ ორი რამე მინდა ვთქვა რომ შევაჯამოთ. ესე იგი გასახურებელ თამბაქოზე და ელექტრონულ სიგარეტზე გადასვლა არ ნიშნავს რომ მე ნაკლები ზიანი მადგება. ანუ ეს მაყურებელმა გაიგოს რომ აი ვეიპზე გადავედი, ელექტრონულ სიგარეტზე გადავედი და ამიტომ ჩემი ჯანმრთელობის ხარისხი უმჯობესდება. ესე არ არის. ანუ გადასტურებულია ეს მეტაანალიზის კვლევები და რო ვთქვათ, ანუ ჩვენ ვიცით რომ ყველაზე ხშირი მიზეზი სიკვდილობის არის გულსიღრმავთა დაავადებები, კიბოფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. ეს არის უშპისიერი მიზეზი, მაგრამ ამის უკან ძირითადად დგას თამბაქო და ჰიპერტენზია. ანუ პირველზე არის ჰიპერტენზია, მეორეზე მსოფლიოს წამყვან კვლევებში არის თამბაქო. ანუ ესეც რო გავიგოთ, ანუ დაახლოებით 8-9 მილიონი ადამიანი კვდება ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარებით, რაც არის HIV, ტუბერკულოზი, C ჰეპატიტი, B ჰეპატიტი, მალარია ერთად ამაზე აღებული 2-ჯერ მეტი. ანუ ეს ყველა რაც ჩამოთვალე დაახლოებით 4 მილიონ ადამიანს კლავს წელიწადში, თამბაქო კლავს 8-9 მილიონ ადამიანს ყოველწლიურად. ყოველ 6 წამში კვდება ერთი ადამიანი. ხო. მეტი ალბათ. აი სტატისტიკა ეგეთი ვნახე. ყოველ 6 წამში კვდება და ერთი ადამიანი თამბაქოსთან ასოცირებული აი ამ სხვადასხვა გართულებებით და ხო, რა ვიცი ახლა. ხა როგორ დავანებოთ თავი? მოკლედ ვიტყვი რეკომენდაციის დავანებოთ თავი ამის დრო. რა თქმა უნდა, ახალგაზრდებზე და ბავშვებზე როცა ვსაუბრობთ, მათ ნაკლები мотиваცია აქვთ, რომ დაანებონ თავი, იმიტომ რომ ფიქრობენ, რომ ეს არაფერს არ წარმოადგენს და სერიოზულად არ უყურებენ სამწუხაროდ, მაგრამ როდესაც უკვე მალე დადგება რაღაც მომენტები და ეს მალე დადგება მომენტები რას ნიშნავს, რომ პირის, ანუ ტუჩის ირგვლივ ნაოჭები არის ყველაზე, ასე ვთქვათ, მალე აღმოჩენადი პრობლემა, კანის სიყვითლე, პირის ღრუში, კბილების, ასე ვთქვათ, და ღრძილების პრობლემების წარმოქმნა და სქესობრივი, რა თქმა უნდა, დისფუნქციის მალევე დადგომა. ანუ ადრეულ ასაკში. ანუ ამას სწრაფად გრძნობს, თქვათ, მოზრდი, ანუ ახალგაზრდა ადამიანი. და მერია უკვე ახლა ჩვენ სიმსივნეზე ლაპარაკობთ, ის 15-20 წელი ჭირდება მის ჩამოყალიბებას და არავინ არ ფიქრობს, რომ 30-40 წლის ასაკში შეიძლება კიბო გაუჩნდეთ, ხო? როცა 12-13 წლის არიან რა, ამაზე არ ფიქრობენ. ამიტომ თავარი მესეჯები შეგვიძლია ამ კუთხითაც, რომ რაც შეიძლება მალე დავანებოთ თავი, თუ გვინდა რომ თქვათ აღვიდგინოთ ადამიანის ორგანიზმს აქვს საკმაოდ დიდი შესაძლებლობები, რომ ის ზიანი რაც მიადგა რაღაც პერიოდის განმავლობაში აღიდგინოს. თუ ადრეულ ასაკში ხდება თამბაქოზე ან სხვა პროდუქტებზე თავის დანებება, შეუძლია ადამიანმა დაიბრუნოს და დაუბრუნდეს სიცოცხლის იმ ხანგრძლივობას, რაც მოცემული ქონდა თავდაპირველ
ეტაპს. ხარისხსაც ხშირად მაგ ხარისხიც შეუძლია გამოასწოროს. 35 წლამდე დანებების შემთხვევაში. კი ბატონო, არ მინდა დამის თქვა, იმიტომ რომ ჩვენ ახალგაზრდებს ვისაუბრობთ და რაც მალე დაანებებენ, არ უნდა დაელოდონ 35 წელს. მოკლედ ამის თქმა მინდა, არ დაელოდონ 35 წელს. ადრეულ ასაკშივე შეწყვეტონ მოწევა და ეხა რა საშუალებები არსებობს? ყველაზე უნივერსალური საშუალება არის წყალი. წყალი ჯერ ერთი დეტოქსიკანტია, წყალში ხსნადი ესე ვთქვათ ტოქსინებისთვის. მერე კალორია საერთოდ არ გააჩნია, ზოგიერთი უფრთხის რო ვთქვათ წონაში მოიმატებს და ასე შემდგომ და წყალი ამ კუთხით საფრთხეს არ წარმოადგენს, მადას აქვეითებს და ყურადღების გადატანის საშუალება. მეტი რა ქნას ახლა ამ წყალმა, ხო? ამიტომ ვამბობთ, რომ წყალი არის უნივერსალური საშუალება. ოღონდ ნენელა უნდა ვსვათ. ეხლა საკმაოდ მოდურია იმ ბოთლებით, ესე რომ ვთქვათ, საწურპავიანი ბოთლებით, ვთქვათ, წყლის გამოყენება, ხო? იყოს თქვენ გვერდზე, განსაკუთრებით თავის შეწყვეტიდან რამოდენიმე თვის განმავლობაში, 2-3 თვე, მნიშვნელოვანია, რომ ახლოს იყოს ჩვენთან და ნენელა მივიღოთ წყალი, როცა ვთქვათ, ძლიერი სურვილი გვაქვს მოწევის. მეორე არის ღრმა სუნთქვები. არ გვჭირდება რაიმე სპეციალური სუნთქვები, იოგების სუნთქვები, არა. ღრმად ჩასუნთქვა 10 ჯერ და ამოსუნთქვა გვაძლევს საშუალებას, რომ ჟანგბადით მაქსიმალურად მომარაგდეს თავის ტვინი და ეს უკვე ბლოკავს ნახშირორჟანგის მოწოდების, ესე ვთქვათ, ინფორმაციას უკვე თამბაქოს კვამთან, რაც არის ასოცირებული. და შესაბამისად უკვე მოთხოვნილება ასევე გვიქრება ან გვისუსტდება. მესამე არის გააკეთე ნებისმიერი რამ, ანუ ყურადღების გადასატანად რა. თუ სავარძელში ზიხარ, რა თქმა უნდა წამოდგე, გაიარო, გამოიარო, ნებისმიერი ვთქვათ, ოჯახში თუ სახლში თუ ხარ, შეგიძლია დამატებით კბილები გამოიხეხო, შხაპი მიიღო, რაიმე ნებისმიერი სამეურნეო საქმე ან საოჯახო საქმე, ნებისმიერი რამ გააკეთო. 2-3 წუთი არის კრიტიკული. მე ეს სურვილი, ძლიერი სურვილი, რომელიც ბოჭავს ადამიანს და აიძულებს ხოლმე რომ მოწიო, ეს სურვილი ქრება. ამიტომ აუცილებელია აი ამ 3 ძირითადი რეკომენდაცია შემიძლია ვთქვა და თუ ვისაც საშუალოზე მეტი დამოკიდებულება აქვს ამას სპეციალური ტესტი თუ საზღვაოთ ჩვენ, იმათ უკვე მედიკამენტებთან დაკავშირებით შემიძლია პირადად უფასოდ დავეხმარო, ურჩიო, ამიტომ ვინც დაინტერესდება თქვენი პოდკასტის შემდგომ რომ დაანებოს თავი ნებისმიერ ამ პროდუქტს, მიეცით გაუზიარეთ ჩემი ნომერი, მე მზათავა რომ უფასოდ დავუზიარებთ და დავეხმარო მაქსიმალურად რომ ბოლომდე თქვან ვარი მთელი ცხოვრების განმავლობაში. ეს ქრონიკული დაავადება მაინც და ბოლომდე რემისია შესაძლებელია, მაგრამ ჩავარდნებიც შესაძლებელია. ამიტომ არ შეგეშინდეთ ამ ჩავარდნებისაც და ამაზეც მე ფსიქოლოგიურად ესე რომ ვთქვათ, მოვამზადებ შესაბამის ადამიანებს და დავეხმარები ყველანაირად. კეთილი, კი ბატონო. მე მგონი ძირითადი საკითხები დავფარეთ ჩვენ, უბრალოდ აი ერთ პატარა შეჯამებას გავაკეთებ ექიმებთან დაკავშირებით, რაზეც საუბრობდით, რომ ეს ელექტრონული სიგარეტები გახურებადი თამბაქო და აი ხა ჩემი კოლეგებიც ხშირად აღმოჩენილან ხოლმე და ეხლა აი ვინც გვიყურებენ აქ ჩვენი კოლეგები, მინდა რომ გავაფრთხილო ესეთ რაღაცაზე, რომ შეიძლება თქვენთან მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც გეტყვია, რომ გამიკეთეთ რაღაცა ლიტერატურის მიმოხილვა გახურებადი თამბაქოს მძიმე შედეგების შესახებ და ეს გახურებადი თამბაქო ახალი პროდუქტია. ჯერ ეს კიბოს გამოწვევა არ ხდება მოწევისთანავე და 1 წელიწადში და 2 წელიწადში ეს დრო ჯერ არ გასულა, შესაბამისად ასეც ვერაფერს ვერ იპოვის. ჩემი დასკვნა იქნება, რომ არ არის ასეთი ტიპის კვლევები, მე ეს კვლევა მიდის უკვე სხვა ექიმთან, რომელმაც არის ის წინაპირობა და განწყობები, მე ის ექიმები ამას წაიკითხავენ და ამის პრეზენტირება ხდება ისე, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ ისა გახურებადი თამბაქო მაგალითად იწვევს კიბოს. და ამ დროს ეს ხوارი манипуляცია. რა თქმა, აბსოლუტური манипуляცია. იმიტომ რომ ვიცი რომ კანცეროგენებს შეიცავს და არ არის დადგენილი კარცინოგენების უსაფრთხო დოზა. რომ ვთქვათ, რომ ყოველდღიურ რეჟიმში თუ შევა ორგანიზმში არაფერი არ დაემართება. რა თქმა უნდა, ეს არის ბომბი და როდის ნაღმი, რომელიც არ ვიცით, როდის აფეთქდება. ამიტომ ამის ექსპერიმენტებისგან, რა თქმა უნდა, გვინდა რომ დავიცვათ ადამიანები და არ გააკეთონ, ესე ვთქვათ, ასეთი არასწორი არჩევანი, პირიქით ერთადერთი სწორი გამოსავალი და არჩევანი არის სრულიად თავის დანებება ამ ყველა პროდუქციას. და მოქალაქეებს რომ უკავშირდებიან ხოლმე ამ კვლევებზე, რომ ესაუბრებიან, რომ ჩაატარეს კვლევები. ესე იგი, ვინც ყიდის ამ პროდუქტს, იმათი ჩატარებული კვლევები სანდო არ არის ხო, რომ ეხლა მე თვითონ ჩავატარე ჩემ პროდუქტზე კვლევები, ეს ნაკლებად გაზიანებს, მათ შორის სავაჭრო ობიექტებზე რო ხდებიან ადამიანები და აი CO-ს ნაკლებს შეიცავს იმას. თამბაქოს ინდუსტრია განთქმულია იმით, რომ აყალბოს კვლევები დროთა განმავლობაში, მათ
მათ შორის ამერიკაში 80-იან 70-იან წლებში იყო გაყალბებული კვლევები, მათ შორის იმის თაობაზე, რომ ნიკოტინი არ იწვევდა დამოკიდებულებას და შიგნიდან თანამშრომლისგან გამოჟონა ამ ინფორმაციამ და ამის გამო 2012 წლამდე თუ არ ხვდები, თამბაქოს ინდუსტრიას ბიუჯეტში ფული შეტანა დაეკისრა ჯარიმად ამერიკის შეერთებულ შტატებში კომპენსაციის სახით, რომელიც იმ ადამიანების სერვისებს ემსახურებოდა, რომლებიც დამოკიდებულები არიან თამბაქოზე. ამიტომ თამბაქოს ინდუსტრია მუდმივად გვატყუებს და თან ცდილობს, რომ სამიზნე აუდიტორია, თუ რა ქვია, სამიზნე არის ფენა, არის ბავშვები, იმიტომ რომ თუ ბავშვობის ასაკში, თინეიჯერობის მოზარდობის და 25 წლამდე ასაკამდე არ დაიწყო ადამიანმა მოწევა, მე დიდი ალბათობით ისედაც ნაკლები არის ბევრად ჩანსი, რომ დაიწყოს. ანუ ეს არის ყველაზე ეშმაკისეული ინდუსტრია, ანუ ათარგეტებს, უმიზნებს ბავშვებს, რომ დააწყებინოს, მე შესვას, მე იგონებს ახალ პროდუქტებს და უძვრება რეგულაციებს, რომ არომატებით და რაღაცა ფერადი შეფუთვებით ისევ გააგრძელონ ამ ადამიანებმა მოწევა, ან დაიწყონ მოწევა და მოკლედ თავს არიდებს რეგულაციებს და ასე შემდეგ ყიდულობს პოლიტიკოსებს, არა მარტო ჩვენ ქვეყანაში ყველგან და არის უდიდესი ეშმაკისეული ლობი და მოკლედ აი გატყუებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ არანაირად გასაკეთებელი არის. პოლიტიკურ დონეზე ზურამ თქვა კიდევაც და ეხლა რას ვაპირებთ ჩვენ, რომ ელექტრონული სიგარეტები, ასევე საღეჭი ნიკოტინი, რომელიც პოპულარი გახდა გასულ წელს შემოვიდა ბაზარზე და უკვე ბავშვებში პოპულარულია, ეგრეთ წოდებული ფაუჩები ნიკოტინის, მათი სრული აკრძალვა უნდა მოხდეს ჩვენი ესე ვთქვა წინადადებით, ასევე თამბაქოს დანარჩენ სხვა პროდუქტებში არომატიზატორების სრული აკრძალვა, რომ მიმზიდველობა დაკარგოს და იქამდე უკვე არის ქვეყნები, რომლებიც ფილტრებსაც კი კრძალავენ. იმიტომ რომ ეგეც ის არის მანიპულაცია, ვითომ დანადებაცა ფილტრი არანაირი ესე რომ ვთქვათ არანაირი გამფილტრავი არ არის ამ ესე რომ ვთქვათ ტოქსინების და კანცეროგენების და მანიპულატორულია და ქალები ვთქვათ ყველაზე მოწყვლადი ამ შემთხვევაში ინდუსტრიისთვის ასევე ბავშვებთან ერთად ქალები არ იქნებიან მათზე დამოკიდებული, იმიტომ რომ უფილტრო სიგარეტს არ მაინდა ძალიან იშვიათად რომ ვინმე ვთქვათ მოიხმაროს. ამიტომ გვაქვს შესაბამისი წინადადებები და იმედი გვაქვს, რომ თუ მართლა პოლიტიკური ნებაა და მართლა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და განსაკუთრებით მომავალი თაობების ჯანმრთელობაზე ზრუნავს სახელმწიფო, გამოჩნდება ამ ჩვენი წინადადებების დაკმაყოფილება არ დაკმაყოფილება. ჩვენი დახმარება თუ დაგჭირდება აუცილებლად. ჩვენ ახლა ყველას დახმარება დაგჭირდება. კი ბატონო, სტუდიაში ახლა უნდა დავასრულოთ ამით. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა. და ახლა ჩვენ თანამშრომელი ანანო ჩაერთვება კოგნიტადან წარმომადგენელი. ეს არის ერთ-ერთი სერვისი, რომელიც აქვთ ადამიანებს იმისათვის, რომ დაეხმარონ თამბაქოსგან გათავისუფლებაში, ამ პროდუქტებისგან გათავისუფლებაში. მანამდე ჩვენ უბრალოდ სტუდიაში დაგემშვიდობებით. ანუ დღეს ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ჩვენ ციფრებზე, ვისაუბრეთ პოლიტიკაზე, ვისაუბრეთ იმ 7 წამზე, რომელიც ნიკოტინის თავისწინამდე მისაღწევა ჭირდება და ამ შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში რომ შევაჯამოთ, დასკვნა არის შემდეგი. საზოგადოებრივი ჯანმრთელობა არ არის მხოლოდ ექიმების საკითხი, ეს არის პოლიტიკური ნება და თითოეული ადამიანის ინდივიდუალური გადაწყვეტილება. ჭუჭყიანი საფერფლე შეიძლება იყოს ერთგვარი სიმბოლო, მაგრამ ამის მიღმა არის ეკონომიკური სარგებელი და ეს ყველაფერი ვერ გადაწონის იმ 11,000 ადამიანის სიცოცხლეს, რომელსაც ყოველ წელს საქართველოში ვკარგავთ ჩვენ თამბაქოსთან ასოცირებული პროდუქტების მოხმარების გამო. იყავით ჩვენთან ერთად, მოусმინეთ ჯანსაღ დიალოგს და ანანოს გადავცემთ ამ შემთხვევაში სიტყვას. დიდი მადლობა დროებით. გამარჯობა, მადლობა რომ შემოგვიერთდით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მოწვევისათვის თავის დანიშნულება ბევრისათვის ძალიან სენსიტიური თემაა, მაგრამ ძალიან საჭიროა ამაზე საუბარი. პირველ რიგში მოგვიყევით რა არის თქვენი ორგანიზაციის მისია, როგორ სერვისებს თავაზობთ ხალხს. ჩვენი ორგანიზაცია ეხმარება ადამიანებს ნიკოტინური დამოკიდებულების დაძლევაში. ზოგადად უფრო ფართოდ რო შევხედოთ მისიას, რა თქმა უნდა, ეს არის ადამიანების ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ხელშეწყობა. რაც შეეხება ჩვენ სერვისებს, ჩვენი სერვისი მოიცავს ჯგუფურ ფსიქოთერაპიას, რომელიც ტარდება ონლაინ ფორმატში. მუშაობთ ძალიან ბევრი მიმართულებით, იმიტომ რომ ზოგადად ნიკოტინური დამოკიდებულება და სხვა დამოკიდებულებაც და მათ შორის ნიკოტინურიც არის მრავალშრიანი, მრავალკომპონენტიანი და ყველა შრეზე გვიწევს მუშაობა. მინდა გკითხოთ, რა არის მითები ყველაზე გავრცელებული, რაც ამ მოწევის შესახებ არის ცნობილი. საინტერესო კითხვაა, ხო? მითები ძალიან ბევრი არსებობს მოწევასთან დაკავშირებით და დალებებასთან დაკავშირებით.
და ერთი რაღაცა მინდა თქვა ერთი დეტალია რომ კი მითები, მაგრამ ეს მითები რაღაცნაირად ცარიელ ადგილზე არ ჩდება ხოლმე. აი მაგალითად ძალიან გავრცელებული მითია დანებებასთან დაკავშირებით, რომ მე ვერასოდეს ვერ ვიქნები ბედნიერი არამწეველი. ხო, ყოველთვის მომინდება სიგარეტი, როცა დავანებებ. აი რომ მოვიყოთ ისეთ შემთხვევა, როდესაც აი ადამიანმა დაანება თავი მოწევას ფიზიკურადაც, ფსიქოლოგიურადაც, ემოციურადაც აღარანაირი კავშირი აღარ აქვს სიგარეტთან, ხო, გავიდა დრო და აღარ ახსენდება და ასე შემდეგ. ეს მითია, ხო, მისთვის და ანუ კარგად არის, მაგრამ თუ დავუშვათ ადამიანმა შეწყვიტა მოწევა, გავიდა დრო, მაგრამ კიდე ფსიქოლოგიურად დარჩა მწეველი, რაც ნიშნავს იმას, რომ აი ძალიან დიდი სურვილი აქვს პერიოდულად, ვერ დაივიწყა, კიდე უნდა სიგარეტი რაღაცნაირად რომანტიზებულია, ხო, ენატრება, ნანობს და რომ დაანება და ასე შემდეგ. ხო, აი ძალიან ფართო ემოციური ასე ვთქვათ გამოხატულება აქვს და ფიქრის დონეზეც. აი ამ შემთხვევაში მითი აღარ არის, ხო, ანუ არის ასეთი ადამიანები, რომლებიც ფიზიოლოგიურად კი დაანებეს, მაგრამ კიდევ ენატრებათ სიგარეტი და როდესაც ახლა მე ვხედავ, რომ მე თუნდაც მაქვს ესეთი გამოცდილება, რაც აღწერი ან სხვას, მაშინ მითი აღარ გამოდის, ხო? ამიტომ ანუ აი რაღაცნაირად მითები კი არსებობს, მაგრამ რაღაცნაირად ხო, ცოტა სიმართლის მარცვალი ხანდახან არის. შემდეგი მინდა გკითხოთ თქვენი გამოცდილებით, რომელი არის ყველაზე ეფექტური გზა თამბაქოს მოწევის დანებებისათვის? პრინციპში კოგნიტა მიყვება იმ საერთაშორისო გამოცდილებას, რომელიც ემპირიულ ცოდნას ემყარება და დღეს ყველაზე ეფექტური რაც გვაქვს ნიკოტინურ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით ეს არის ფსიქოთერაპია პლუს ჩანაცვლებითი თერაპია, აი ამ ორის გამოყენება. ნუ ითვლება, რომ ყველაზე ეფექტური დღეს ეს გვაქვს და კოგნიტაც იყენებს აი ამ ორი მნიშვნელოვანი კომპონენტის კომბინაციას. გასაგებია. ყველაზე დიდი გამოწვევები რა არის ხოლმე, რომლებსაც ადამიანები აწყდებიან, როდესაც მოწევას ცდილობენ დაანებონ თავი? ყველაზე დიდი გამოწვევა შეგვიძლია რამოდენიმე დავასახელოთ ძირითადი. პირველი ეს არის გადალახონ ფიზიოლოგიურად აი აღკვეთის სინდრომი მაგალითად, რაც გამოიხატება მათ შორის ფიზიკურ დისკომფორტში, ფსიქოლოგიურ დისკომფორტში შეიძლება გაღიზიანებული გრძნობდეს თავს ადამიანი კონდეს თავის ტკივილიც კი გამოიხატოს სხვადასხვა მიმართულებით ფიზიკურადაც ფსიქოლოგიურადაც მაგრამ საქმე იმაშია რომ თუ დავუშვათ და რამოდენიმე დღე არის აი ეს ფიზიოლოგიური სიმპტომები თუ ჩანაცვლებით თერაპიიდან იგივე დავახმართ რაღაცა შეიძლება ეს სიმპტომები მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და არ იყოს ისეთი შემაწუხებელი თუმცა თუ არაფერს არ ვიყენებთ მაშინ რამოდენიმე დღე ჭირდება და გადაივლის აი ეს მწვავე სიმპტომები ხო გამოხატული მწვავეთ და მკვეთრად ამიტომ ხშირად ადამიანებს აი რაც შეცდომაში როდესაც შედიან არელოდებიან აი რამოდენიმე დღის გადავლას და გონიათ რომ სულ ასე გაგრძელდება სულ ესე ცუდად ვიქნები და აი ხდება ხოლმე რელაფსი ანუ ჩავარდნა და კვლავ წეულობას უბრუნდება ადამიანი მეორე რაც მინდა აღვნიშნო ხა ყველაზე დიდი გამოწვევა რაც შეიძლება იყოს მაგალითად მოწევის შეწყვეტის შემდეგ ადამიანმა არ გამოიმუშაოს მაგალითად სტრესის გამკლავების მექანიზმები. რატო, ხო? იმიტომ რომ მე წლები ახლა მე თან ყოფილი მწეველი ვარ და წლები სტრესის გამკლავებისთვის ვიყენებდი სიგარეტს. მოწევას, რაც რეალურად გამკლავების გზა საერთოდ არ არის, მაგრამ ნუ მე როგორც დამოკიდებული ადამიანს ასე მიმაჩნია, ასე ვიყენებ. გონია რომ ეხმარება, ნუ სიმართლის მარცვალი რაღაცა არის აქ, იმიტომ რომ ხმაც თქვა მეხმარება, ცოტა თანშვიდებაში ნაპასის დარტყმის დროს ხო? და შემდეგ როდესაც წყვეტ მოწევას მე თუ რეალური გამკლავის მექანიზმები არ მაგამუშავებული ვჩები მარტო ამ სტრესთან, ხო? იმ საშუალების გარეშე, რასაც მე ვიყენებდი და მეგონა რომ ვიყენებდი. ხო? ამიტომ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში როგორ ვადაპტირდები მე სიგარეტის გარეშე. აი პირველ მწვავე ფაზაში საშუალებები რომ ახსენეთ, კონკრეტულად რა საშუალებები არსებობს რომ დავეხმაროთ ადამიანს? ჩანაცვლებით თერაპიიდან საშუალებები, რომელიც მაგალითად მოიცავს ნიკოტინურ პლასტირს, პაჩს, მაგალითად შედის აქ სპრეით, საწუწნიაბები, საღეჭი რეზინის სპეციალური და ასე შემდეგ. არსებობს ასევე მედიკამენტები, მაგრამ უნდა აღვნიშნო აუცილებლად ერთ ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ ნებისმიერი ეს იქნება განსაკუთრებით მედიკამენტი თუ არ აქვს მნიშვნელობა ნიკოტინი
ნიკოტინური პლასტირი უნდა იყოს დანიშნული სპეციალისტის მიერ, იმიტომ რომ ნებისმიერ პროდუქტს აქვს უკუჩვენება, გვერდითი ეფექტები და მაინც სიფრთხილით უნდა იყოს შერჩეული ცხადია და თვითნებურად მათი გამოყენება არ არის რეკომენდირებული. რეციდივის პრევენციისათვის რა გზები არსებობს დანებების შემდეგ? დანებების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება, რასაც ჩვენ ვეძახით კოგნიტაში რეაბილიტაციის პერიოდს, როდესაც უკვე შენარჩუნება ხდება მნიშვნელოვანი, ხო? ამ პერიოდში უნდა ვეცადოთ, რომ შიდად პირველი პერიოდი, მწვავე პერიოდი, როდესაც ვახსენე, ეს არის რამოდენიმე დღე, რამოდენიმე კვირა, მაქსიმალურად შიდად გამოვთ, ხო? ვიცოდეთ, აი მაგალითად ჩვენი ტრიგერი რა არის, ხო? ნებისმიერი რამ, რაც ჩვენ ქცევას აღძრავს და ეს სიგარეტის შემთხვევაში უამრავი შეიძლება იყოს. ამიტომ, როდესაც მე ვიცი რა არის ჩემი ტრიგერი ნიკოტინის მოწევის შემთხვევაში, წინასწარ ვიცი, აი დავუშვათ, რომ წამოვაფიქრები, რა გავაკეთო, როგორ მოვიქცე, გონებით როგორ დავუპირისპირდე, ან როგორ მართო, ან ქცევით რა შეიძლება გავაკეთო, ხო? მრავალი საშუალება არის. ამიტომ ერთი ის რომ ვიცოდე მე რა მოუხერხო სიგარეტზე სურვილს თუ ფიქრებს და ასე შემდეგ და მეორე მნიშვნელოვანი წესი რომ მომინდება სიგარეტი ან დავუშვათ სოციალურ სიტუაციაში აღმოჩნდი სადაც ყველა ეწევა და ვიღაცა მეუბნება რომ აი მოდი მოწიე და მე დაანებე ხო მე გააგრძელე არ მწვავობა აი აქ მნიშვნელოვანია დავიცოთ ძალიან მნიშვნელოვანი წესი ეს არის არც ერთი ღერი, არც ერთი ნაპასი, რადგან ერთი ნაპასიც კი, ერთი ღერიც კი ძალიან ზდის შანსს რომ კვლავ დავუბრუნდეთ მწვავებას და ესეც ის ყველა ყოფილმა მწვავებმა აბსოლუტურად. რამდენად მნიშვნელოვანი არის პროფესიონალური მხარდაჭერა ამ პროცესში, ან ექიმის, ფსიქოლოგის და ასეთი პროგრამების, თუ შეუძლია ადამიანს თავადაც გამკლავდეს? რა თქმა უნდა, ადამიანს თავადაც შეუძლია გამკლავდეს, იმიტომ რომ უამრავი ჩვენს გარშემო ადამიანები ვიცით, რომლებმაც თვითონ დაანებეს, ხო და დიდი ხანია არამწეველები არიან. თუ დავუშვათ, მე ძალიან მინდა მოწევის შეწყვეტა, ვცდილობ დიდი ხანია, მაშინ შესაძლებელია, რა თქმა უნდა, დავიხმარო სპეციალისტი, იმიტომ რომ ჩემით მე ამას, ესე იგი რაღაცა სტრატეგია მაქვს შესაძლებელი, ან რაღაცა უნდა გავაკეთო, ხო, რაღაცა არ იმუშავა ამდენი ხანი შეიძლება რაღაცას არ ვაკეთებდი, ან სწორად ან რაღაც დავაკელე, არ აქვს მნიშვნელობა. ყოველ შემთხვევაში სპეციალისტის დახმარება უფრო ამ პროცესს ალბათ აადვილებს და დროში შესაძლებელს ხდის შედარებით მალე, იმიტომ რომ ჩემით შეიძლება უფრო ბევრი მცდელობა მქონდეს, ან შეიძლება არც. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც აღნიშნე, ორივე შესაძლებელია, როგორც სპეციალისტის დახმარებით, ასევე ჩემითაც და ამისი უამრავი მაგალითები არსებობს ჩვენს გარშემოც. და ბოლოს მინდა გკითხოთ, რა არის პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ადამიანმა თუ მოწევის დანება უნდა, რას ურჩევდით თქვენ? პირველი ნაბიჯი ეს არის გადაწყვეტილების მიღება. არ გადაწყვეტილების მიღება, რომ აი მე ვანებებ, რაც გადაწყვეტილების მიღება ცოტა განსხვავდება სურვილისგან. აი მე მაქვს სურვილი, რომ შევწყვეტო მოწევა. მე შეიძლება სურვილი მქონდეს, ბევრი რაღაცა მქონდეს, ან გავაკეთო, აღარ გავაკეთო, ხო? თუმცა სურვილიდან იწყება ყველაფერი ცხადია, მაგრამ აი გადაწყვეტილება ცოტა განსხვავდება სურვილისგან. გადაწყვეტილების მიღების ფაზაში მე უკვე გეგმავ რა მოვიმოქმედო. მაგალითად, როგორ შევწყვეტო მოწევა და ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამ. ამიტომ მნიშვნელოვანია იყოს გადაწყვეტილება მყარი და ეს სამომავლო ძალიან დამეხმარება მე მოწევის შეწყვეტაში და შემდგომ პერიოდშიც და მოვიმზადო წინასწარ მოწევის შეწყვეტამდე. ანუ არ ვიჩქარო, შეიძლება დრო მნიშვნელოვანია ზოგიერთი შემთხვევაში, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ხო, განსაზღვრული დრო, წინასწარ ჯობია დავგეგმო, რას ვაკეთებ, კონკრეტული დღე მქონდეს განსაზღვრული, როდესაც ან ვამცირებ, ან პირდაპირ ვაქრობ სიგარეტს, ხო, და აღარ ვეწევი, და მე რას ვაკეთებ, როგორ ვეხმარები ჩემ თავს, ჩემ ტრიგერებს, ხო, როგორ წამახსენებ ემოციებს, როგორ მართავ ფიქრებს და ასე შემდეგ. გადაწყვეტილება და წინასწარ დაგეგმილი პროცესი, შემდეგ როგორ ვაკეთებ ამას. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროცესში, რასაც ქვია მოწევის შეწყვეტა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო და ინფორმატიული იყო თქვენთან საუბარი. მადლობა და დამატებით ინფორმაციას. დიახ, კოგნიტას შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოს აღწერაში.